ვიწყებ საუბარს სიმართლე გითხრათ არც ვიცი როგორ წარვადგინო ჩემი დღევანდელი პირველი სტუმარი მსოფლიო ბანი შეიძლება ასე არა პოლიტიკოსი შეიძლება ასე შეიძლება არც აქტიური მოქალაქე ალბათ უფრო მოკლედ კონტექსტის სტუმარია პაატა ბურჯულაძე რომელსაც გამარჯვებას უსურვებთ მოგესალმებით ბატონო პაატა რამდენი დღეა ხართ რუსთაველის გამზირის დღეს იყავით ან იქნებით მე რამდენი დღეა 271 დღეა ჯერთ მოგესალმებით თქვენ მიგესალმებით ჩვენ მაყურებელს 271 დღეა რაც რუსთაველის გამზირი ყოველ დღე იკეთება და ნუ ჩვენ თავს უძახით ყველანი ვინც ვართ იქ უკლებლივ რუსთაველის გამზირი მოძრაობა რუსთაველის გამზირს და ესე ვართ და იქ ვჭობთ და საქართველოს მომავალზე აი ჭობაში თქვენ უშუალოდ თქვენ ხართ არა თანაავტორი არამედ მთავარ ავტორი სიტყვისა რომ 4 ოქტომბერი არის გადამწყვეტი დღე საქართველოსთვის ხო მშვიდობიანი რევოლუცია მშვიდობიანი დამხობა სხვადასხვაგვარად ჟღერს ეს ყველაფერი მე გულახდილად გეტყვით ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე რომ იმ თავიდან ვიყავი ცოტა წინააღმდეგი ამ თარიღის დათქმისა სოდვა არ არის ეს მაგრამ ასე ვიტყვით სოდვა გამხელილის ჯობს მეთქი მაგრამ მე გულახდილად გეტყვით ამასაც ეს იდეა მომეწონა არ მომწონდა და არ მომწონს იმიტომ რომ რამე რომ არ გამოგვივიდეს პირველ პირში ვიტყვი ხო ბრავლობით რიცხვში ამ შემთხვევაში ფრუსტრაცია საზოგადოებისა იქნება ძალიან დიდი შევიყურჟებით უკლებლივ ყველანი ან ბევრი სამზარეულოებში მაგრამ მეორე მხრივ ახლა ფაქტია რომ თქვენ ცეცხლი დაანთეთ ასე ვიტყვი ხო რას ველით რას ელით რა დღეა ეს 4 ოქტომბერი და თავარი კითხვა ბოდის ვიხდი 4 ოქტომბერს იწყება და მთავრდება 9 ოქტომბერს თუ 17 ოქტომბერს თავიდან გეტყვით 4 ოქტომბერს იწყება და თავდება 4 ოქტომბერს ისე რომ ეს ხალხის რისხვას ვერ გაექცევა ქართული ოცნება და ეხლა ახსნი როგორ მოხდება ეს ყველაფერი რა რიცით 4 ოქტომბერი დაინიშნა იმიტომ ჩვენს მიერ რომ 4 ოქტომბერი არის ის დღე, როდესაც ბიძინა ვენეშვილს საბოლოოდ უნდა რომ გაიფორმოს მთელი ჩვენი ქვეყანა და ჩაიდოს ჟიბეში. ჩვენ ამის საშუალებას მას არ მივცემთ. და არ მივცემთ, იმიტომ რომ ეს არის ფაქტიურად ბოლო დღე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია შევებრძოლოთ და გადავარჩენოთ ჩვენი ქვეყანა. 5 ოქტომბერი უკვე იქნება გვიან. 6 ოქტომბერი უფრო გვიან და 10 ოქტომბერს უკვე იმედიც აღარ უნდა გქონდეს არაფრის. ამიტომ ჩვენ 4-შივე ვიწყებთ. რა თქმა უნდა ეს არის ხალხის რაოდენობაზე დამოკიდებული და მე რა რაოდენობის ხალხს ელით ბატონო პაატა რუსთაველზე ხდება 200,000 პლუს არ ვიცი 9 მილიონამდე შეიძლება იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის რაიონებიდან და მე თბილისის ძალიან დიდი და ეს მოქალაქეები დგანან რუსთაველზე ითხოვენ რას მე დაახლოებით სცენარი მინდა წარმოვიდგინე ახსნი ეს არ არის უბრალოდ აქცია რომ რაღაც მოთხოვნით იმიტომ რომ მოთხოვნებს აზრი არ აქვს. იყო 200,000-იანი აქცია იყო თბილისში გახსოვთ და რა ერთი და მოთხოვნა იყო პოლიტპატიმრების განთავისუფლება, სინდისის პატიმრების განთავისუფლება, იყო რომ ახალი არჩევნები. აზრი არ აქვს. ჩვენ ეს მოთხოვნა გვაქვს წადით თავი დაგვანებეთ. აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა. მე გავაგზავნე 4 ოქტომბერს წადით თორე გაგაგდებთ. წადით, სადაც გინდათ, არ ვაგდებთ, ბატონო, წაბძანდით. თუ გინდათ დავართვა ძალიან მოგზაურებულად წაბძანდით. ეხლა მომისინეთ. ეს ამას არ ქვია აქცია. ამას ჩვენ დავარქვით ეროვნული კრება. იმიტომ ეროვნულ კრებაზე აქ იქნება სცენაზე გამოსვლით, იქნება დაცმული საკითხები და ხალხს მიეცემა აი ესეთი პატარა მანდატები ყველას დაურიგდება, ეს ბროშურა იქნება პატარა და ვკითხავთ, გვინდა რომ ეს იყოს ასე, ხალხი მისცემს ხმას. გვინდა რომ ეს იყოს ასე, გვინდა რომ ეს არ იყოს ასე, ხალხი მისცემს ხმას და როცა ჩვენ ხმას მივცემთ, ჩვენ არ ოყავს ღირს მთავრობა, ყველაფერი არის არალეგიტიმური, ამიტომ ჩვენ გადავწყვეტ ისე, როგორ ჩვენ გვინდა და მაგ ჩვენ წინ ვერავინ ვერ დაგვიდგება. ეს ქვეყანა არის ჩვენი, თქვენი, ჩემი და ვინც გვიყურებს ტელევიზიით მათი. და ამიტომაც ესენი ვერაფერს ვერ იზამენ. მაგრამ ამათ ძალიან თუ გდებოდ დაასრულეთ. ამათ მაგრამ დაგვიპირისპირონ როგორც გასული წლის ნოემბერში. ვერ იზამენ. რომ ჯერთი ვერ გაბედავენ. ეხლავე ვაფრთხილებთ. ჩვენ არაკონსტიტუციურს არაფერს არ გავაკეთებთ. ჩვენი მხრიდან ძალადობა არ იქნება. მაგრამ თუ დააპირეს ძალადობა, მიიღებენ ძალიან დიდ ძალას აქედან. ისე რომ ინანებენ მერე სუყოდან. მე ასეთი გათვლა მაქვს, რომ ჩვენ ისეთი ხასიათით მოდივართ,
რომ 4-ში უკვე 4 ოქტომბრისთვის ისე უნდა იყოს და არის დღეს უკვე ჩქებს ქართველი ადამიანის სისხლში უკვე ეს რომ 4 ოქტომბერს ის გადის ბოლოში და აგდებს ამგენს ამ მავნებლებს და ისე მიდის რომ 3-ში ალბათ ბიძინა ევენიშვილი უკვე გაქცეული იქნება. აი დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. 3-ში შეიძლება ბიძინა უკვე აღარ იყოს აქ. და იმ მერე ნახეთ თქვენ როგორ ჩამოიშლებიან. ამაზე ძალიან ბევრი რამე მეტყველებს, იცით? მეტყველებს თუ გინდათ ის რომ აი ლევან ხაბეიშვილი ადამიანი რომელიც ძალიან ჩართულია ამ ამბავში და ერთ-ერთი პირველი რომელიც შემოერთა ჩვენს მოძრაობას ლევანმა გამოაცხადა რომ ჯილდო ექნება თქვათ გედედეს იმ წარმომადგენლებს რომლებიც დაყრიან იმ ფარგლებს და გადმოვლენ ხალხის მხარეზე. დღეს იცით რა ხდება? ტელეფონს ვერ გაუდის. რეკვამედის მაგასთან რომ მე ჩამწერეთ მე ვიზამ. ეს არის აი ხარებას ხალხი. არის ხა ისინი არიან პირადად თუ ახლები ვინც მოვიდნენ, არ ვიცი. ხო და ესეუნება ლევანი ეუბნება არა ბატონო ეს გვანახეთ ბრძოლის ველზე. იქ გვანახეთ. ეხლა მე წინასწარ ჩაგწეროს თქვენ სიაში ესეთი არის. არ უნდა იმას ხალხთან ბრძოლა. არ უნდათ. აძალებენ. და ამიტომაც აი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ესე მოვიხსენე ბანდას დუგდებავთ არ ეყოფა რესურსი მით უფრო ხსენებული ხარება და მისი ბანდიტები წასულები არიან ვიცით ჩვენ უმრავლესობა ამ გედედეს თანამშრომლებისა არ ეყოფა რესურსი და ნებაც კი და არც რომც ეყოს რესურსი არც არავინ არ წახვება ახალ ძალადობებზე ამას ამბობთ ნუ ესე იგი არ უნდა ამ ხალხთან შეტაკება არ უნდათ და მე ფორმალისტური თვალსაზრისით ცოტა ძნელად წარმოვიდგენია და მეტი ინფორმაცია მინდა თქვენის ნებართვით. ესენი უხეშად ფურცელზე წერენ განცხადებას მე ირაკლი კობახიძე წერ განცხადებას რომ აღარა ვარ გადამდეგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან თუ ამასაც არ წერს და უბრალოდ როგორ უნდა დაწეროს არ არის პრემიერ-მინისტრი როგორ უნდა დაწეროს ანუ კაბინეტიდან გამოდის კანცელარიიდან უნდა გამოვიდეს აბა სხვა გზა აქვს სხვა გზას მე ვერ ვხედავ ეს ბატონებო ყველაფერი ხდება ძალიან კონსტიტუციური გზით ადამიანი რომელიც არ არის ლეგიტიმური პრემიერ-მინისტრი რა უნდა იმას პრემიერ-მინისტრის კაბინეტში აი დაფიქრეთ მაგრამ ის არის ძალაუფლების მას ხო არ ვიცი არის ძალაუფლების კვერთხი აი როდესაც ეს ძალაუფლება ეს სამხედროები თუ გედედეს წარმომადგენლები აღარ ეყოლება არც ესენი ხო დამდგრები არიან მარტო 2500 კაცზე რომელიც ჩვენ გვირწყავდა და გვცემდა სულ ყველას აი წარმოიდგინეთ ირაკლი სიტუაცია არის ეგეთი მათი დამუშავებული გეგმა შემოواردებიან დაიჭერენ ნერვით შეათრევენ თავისთან გახეთქავენ ცემით წაიყვანენ ან იმაში თუ ჯამთელია ციხეში თუ არა და ჰოსპიტალში უკანონო ბრძანებების აღმასრულებლების შემსრულებლები არავინ აღარა დიახ აბა ჯერემას მორჩები მე მინდა გითხრათ რომ გამორიცხეთ ეს ვარიანტი რომ ისინი შევიდნენ და ვინმე ახალგაზრდა ბიჭი შეეთრიონ თავისთან ეს გამორიცხული იქნება ამისთვის ჩვენ ვემზადებით რომ არ გავატანთ არავის და თუ მოვიდნენ ის 15-ვე შევისრულთავთ ჩვენ ხალხში და ის 15-ვე იქნება ჩვენთან და მე მგონი კაი დღე არ დაადგება ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრიდან ძალადობა არ იქნება მათაც 3 ოქტომბერს ბიზინა ივანიშვილი უკვე აღარ იქნება საქართველოში თბილისში აბასთუბანში 3-ში თუ არა 4-ში გაიქცევა მე ასე მგონია ეს არის თქვენი ანალიზი თუ გარკვეული ინფორმაცია? ყველას ანალიზია, ძალიან პოლიტიკოსების ანალიზია. თქვენ დადიხართ რეგიონ, აი რა განწყობაა საზოგადოებაში, სოფელ, ხო? ეს მოდი შესეკითხავთ, აი შარშარ 26 ოქტომბრის არჩევნების წორსაც ბევრი პოლიტიკური პარტია გადიოდა რეგიონებში, რაც მახსოვს ყოველ შემთხვევაში და სწორედ მახსოვს და ისინი ასე ამბობდნენ, რომ ძალიან ესეთი მაჟორული განწყობაა. ბევრად უფრო გაბრაზებულია ხალხი? ნუ ხა როგორ გითხრათ რა, ესე იგი ну შარჩან მე მახსოვს როგორი იყო სიტუაცია მართლა იყო და ახლა ნაბჩენები რო გაყავდა ვიცი თქვენ თორემ მოგებული იყო ოპოზიციის მიერ დღეს არის სხვა სიტუაცია დღეს ხალხი ხვდება რომ ისინი კარგავენ ქვეყანას და ვინ არის ჩვენი ყველაზე დიდი მოკავშირე როგორ გონიათ აი ჩვენი თქვენი და ჩვენი რომელი პოლიტიკური პარტია თუ ვინა როგორ გონიათ ხალხი ალბათ არა ყველაზე დიდი მოკავშირე ჩვენი ამ საქმეში არის ქართული ოცნება იმდენი სიცაძაღლე გააკეთეს, რომ აი ხალხი ყველანი მოიყვანეს ჭკუაზე. აი ეს არის ყველაზე მთავარი. ყველა მათი ნაბიჯი, რაც კი იყო გადადგმული, აი თქვა 26 ოქტომბრიდან დღემდე, თუ ინდა 26 ოქტომბერს პირველ რიგში რა თქმა უნდა, არის ის, რომ აღვიძებენ ხალხში თავისთავად რაღაც ძალიან ნეგატივს. და აი ყველა ხვდება, რომ რა იქნება შემდეგი ნაწილი, რა ნებიჯი, შემდეგი ნაბიჯი. მე რეიწყე რა გვეშველება, ევროპა არა, ეს არა, მე ეს რაღაც უაზრო უკვე გათვლილი და
ყველაზე გათვლილი ეს მესეჯები, deep state, კაცია, ქალია, ეს უკვე აღარ მუშაობს თქვენ. არა, იმიტომ რომ მათი მოკავშირე ვინ არის? მათი მოკავშირე არის უცოდინარი ადამიანი, გაუნათლებელი ადამიანი. ამიტომაც განათლებას ქვეყნისთვის აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა. გაუნათლებელი ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ აი ბიძინა ივანიშვილი და თქვათ მისი ეს კამპანია, რაც ქვია, ბრბოს უძახი მეუფრო, რომ იცავს ჩვენს კაცობას, იცავს ჩვენს ქალებს და ეს ჩვენს გათხოვება, გამოთხოვება, რაღაც სისულელები არ მინდა ეხლა მე ვილაპარაკო, თქვენ იცით ყველა მიცის. ამიტომაც განათლება გჭირდება პირველ რიგში ხალხში და იქნება ეს ყველაფერი ხალხი ხვდება ყველა. აი უკვე შემდგომ ბატონო ბადა თქვათ ესე მიმდინარეობს ისე წარიბართა პროცესი როგორც თქვენ ბრძანეთ. მე უკვე ახალ ჩვენ არჩევნებს ვერ ავწდებით. მე უკვე ამ არჩევნებს ნიშნავს რაღაც ეროვნული კრება, ეროვნული ყრილობა, ახალი თავყრილობა, რაღაც აქტიური ადამიანების 200 კაცი, 300 კაცი, როგორც ეს 1918 წელს მოხდა, ხო ჩვენ ხარ ქონდა სახელმწიფოებრიობის გამოცდილება, მე შეიქმნა და მე იმ საბჭომ გამოაცხადა ამოუკიდებლობა. ასე წარმოგიდგენიათ და ახლა ჩვენ ფაქტურად ვაფუძნებთ მესამე რესპუბლიკას. მესამე რესპუბლიკა ესე იგი 18-დან 1918-დან 21 წლამდე იყო პირველი, შემდეგ 91-დან დღემდე. ეხლა მე მგონი ისეთი კონსტიტუციაც არის მისაღები, რომელიც იქნება რაღაც ისეთი, რომელიც შეცვლაც არ შეიძლება და რომელიც იქნება თანხმობა მთელი ჩვენი ერის, თლიანად ჩვენი მოსახლეობის. და არა მოგონილი რაღაცების ჩაწერა, რომ არ შეიძლებაოდეს იმის ცვლილება კვირა-კვირა და უნდა შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი. ნუ ეხლა ამაზე მუშაობენ ძალიან ბევრი. მე ხო არა ვარ მარტო. ჩვენს გარშემო არის ძალიან ბევრი პროფესიონალი ადამიანი, ვინც ჩვენ შემოიკრიბეთ, იქ არიან იურისტები, იქ არიან კონსტიტუციის პროფესიონალები, ვინც წერენ იმას. ესე იგი ეს ყველაფერი უკვე მუშავდება. იქ არიან დიპლომატები, რომლებიც მუშაობენ თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის წინსვლა. კარიან ეკონომისტები, ყველაფერი უკვე ჩვენ ვემზადებით. ეს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ყავთ. სამუშაო ჯგუფები დარგობრივად. მე წარმოვადგენ კიდევაც 1-2 თვის უკან ვინ ხელმძღვანელობენ ამ ჯგუფებს და ამიტომაც ჩვენ ამაზე ყველაფერი მიწის მუშაობა. ეს არ გიგონათ რომ ჩვენ ვაწყობთ ახლა რაღაც მშვიდობიან რევოლუციას და მე ვიწყებთ რაღაც ჩვენ ყველაფერს ვამზადებთ. რომ მეორე დღიდან, თქვა 5-დან 6-დან უკვე დაიწყოს ქვეყნის საქმიანობა. იყო რაღაც არჩევნების სხვა მეთოდებით, ბლოკჩეინების ჩატარების თუ არ ვწდები ამ რამდენიმე თვის წინ. აი როგორ არის განდის სიტყვები, გახსოვთ განდის სიტყვები, რომ ჯერ დაქცინიან, შემდეგ იგნორირებას გიკეთებენ, შემდეგ იბრძვიან და შემდეგ იმარჯვებ. ეხლა ჩვენ ვართ უკვე აი იმაზე, რომ ბრძოლა დაიწყეს. ესე იგი დაქცინეს, რომ როგორ შეიძლება თქვა ციფრული არჩევნების ჩატარება, იგნორირებასაც გავიარეთ და ეხლა უკვე დაიწყო ბრძოლა. და როდესაც მე ვთქვი, რომ ჩვენ ციფრულად ჩავატარებთ ტელეფონებით არჩევნებს, ну, რა ხდებოდა საქართველოს ხო ნახეთ, არა, მთელი ისე. დღეს ჩვენ მზათა ვართ, ჩვენ გვაქვს ყველაფერი, ჩვენ მთელი მოწყობილობა, ყველაფერი უნდა ხალხს უბრალოდ დავждეთ და აუხსნათ, როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამითი. და ამ ციფრული არჩევნებით, ანუ ტელეფონების არჩევნებით, ჩვენ ფაქტურად არ გამოვტოვებთ არც ერთ ჩვენ ემიგრანტს, რომელსაც უნდა მიიღონ ამ ქვეყნის აღშენებლობაში მონაწილეობა. დასავლეთი ბატონო თუ მათ არ მიიღეს, მათ ეს ქვეყანა სხვანაირად. კი, უცხოეთში წასული ჩვენი მოქალაქეები ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია და ასეც უნდა იყოს ისინი. ცხადია უნდა მონაწილეობდნენ არჩევნებში. დასავლეთი ჩვენი სერიოზული მხარდამჭერი იყო, არის დემოკრატიული პროცესებისა, მით უფრო და ასე შემდეგ, ხო? რამდენად შეიძლება არასწორი სიტყვა, რამდენად არიან ისინი საქმის კურსში მეთქი, მაგრამ აი ეს კოორდინაცია თუ მიმდინარეობს თქვენი წარმომადგენლებისა დასავლეთის ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, think tank-ებთან და ასე შემდეგ, ხო? კოორდინაცია შეიძლება არასწორი სიტყვა არ არის, საქმის კურსში არიან თუ არა, იმასთან დაკავშირებით. როგორ გითხრათ ახლა, აი რომც იყოს, მე ვერ გეტყოდით, რომ აი რაღაცა ის დიდი კონტაქტია და რაღაცა. მაგრამ ჩვენი ჯგუფი, რუსთაველის გამზირის და აი ჩვენის საზოგადოების აზრია, რომ ჩვენ ყველანი ველოდებით, რომ იქ სანქციები იქნება, იქ მეგობარ აქს მიიღებენ თუ რაღაცას. ჩვენი გასაკეთებელი საქმე რაც არის, არც გვაინტერესებს ჩვენ რა. თავარია რომ დასავლეთმა იცის, თუ აქ დემოკრატიამ გაიმარჯვა და ის გაიმარჯვებს აუცილებლად 4 ოქტომბერს. ჩვენ ისევ გავგრძნება კარები ევროპის. კი, რა თქმა უნდა. რამდენად არის საფრთხე, რომ ხელისუფლება ხო მოწდება ხო მდიდარი პარტიაა და მეთანხმებით შავი, თეთრი, ბიზნეს და კიდე ავისი
კრიმინალური ფული საკმაოდ აქვს, მეთქი ჩემი აზრით, მაგრამ რამდენად არის რომ ამ შანსი იმისა რომ ამათმა გამოიყენონ ამ ბანდამ გამოიყენოს ტიტუშკები, საკუთარი მომხრეები, გულწრფელი მომხრეები, მეთქი ან მოსყიდული და სამოქალაქო დაპირისპირებაში გადააზარდოს ეს ყველაფერი. ნუ აი მაგხრივ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ და მე როგორც გითხარით რომ ჩვენი ყველაზე დიდი მოკავშირე ამ საქმეში არის ქართული ოცნება, რომელიც თავის თავს იზარალებს და ჩვენ ესე იგი ძალიან ხელს გვიწყობს თავისი უნარობით, ასევე ჩვენი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე არის ზოგიერთი ისეთი შემოგზავნილი ადამიანი, ვინც თავის თავს ოპოზიციას უძახებს და ძალიან ანტი ოცნებისტია. აი მაგ ძალიან სიფრთხილეა საჭირო, ჩვენ ხვდებით ეს არაერთი ადამიანი იყო მოგზავნილი თუ გინდათ ყველგან სუსი არ იჭერს თქვენ გაქვთ რაღაც მექანიზმი მათი გამო სუსი ბატონებო დღეს არ იჭერს უცხო აგენტებს, რუსეთის აგენტებს თუ ვიღაცა სუსი მუშაობს იმაზე რომ რაღაცნაირად აგერიოს სიტუაცია. ეს მე არ ვიცი საერთოდ რა აზრი აქვს მის არსებობას, რომ შიგნით რო არისო სიტუაცია და დაიცვას თქვა ერთი კაცი ეს ბიზნე ივანიშვილი. და ამიტომაც ჩვენ ძალიან ფრთხილად ვართ, აი რამდენჯერ იყო შემოგზავნილი თქვა რუსთაველის გამზირზე პროვოკატორი, რომ როგორ მე აეტეხა იქ ჩხუბი, აეტეხა იქ აურზაური და ეთქვა რომ აი ნახეთ ხალხი ერთმანეთს, მაგრამ იმდენად ორგანიზებულად იმაშვებით ჩვენ აი ყველანი ახალგაზრდა ბიჭები, სადაც კი რაღაც პატარა შეკამათება იქნება, იქვე გაჩნდება 1-30 ახალგაზრდა ბიჭი, რომ გაანეიტრალოს ეს ყველაფერი. აი დანით იყო ვიღაცა შემოსული, პოლიციამ გაიყვანა და წაიყვანა, დანა არც დააფიქსირეს. აი ხელი იყო 2 დღის უკან. ნუ ერთ სიტყვით ძალიან დიდი საიშროება იმაგის რაც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ ჩვენ ფხიზლად ვართ. სხვა პოლიტიკური პარტიები, მაგალითად აი რვიანი ან აი ახლა ჩვენ პრეზენტაცია გქონდა 2 პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი. საბოლოოდ დამწვარია ხიდები თქვენსა და მათ შორის. არის თუ არა შანსი რომ მათ თქვენი დაიჯერონ? ეხლა ისინი რომ ყავდნენ, მე ბონებრივია ვკითხავდა. თქვენ ანუ ეს რაღაცა ერთი სინერგია შეიქმნას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში 250.000 კაცი თუ 200.000 კაცი რომ გამოვიდა, მე რომ ვიყო ყველაზე ძლიერი ან ყველაზე სუსტი პარტიის წარმომადგენელი, ვიტყოდი რომ აგე ბურჭულაძემ და ხაბეიშვილმა შეძლეს ეს ყველაფერი და მეც ვიქნები ამ პროცესის ნაწილი მეთქი და ნუ ჩემს რაღაც არასწორ გათვლებს შესაძლოა მეღიარებინა კიდეც არასწორი გათვლები. რამდენად არის ურთიერთობების აღდგენის და ერთი არამედ კოალიციის, რამდენადაც ერთი ფრონტის გახსნის ალბათობა. ირაკლი, ამას ძალიან მარტივად ავხსნი მე. ეხლა აი რო ვიძახით პოლიტიკურ პარტიებს. მე არა ვარ არაფერი პოლიტიკური პარტია მაგალითად. თქვენ თქვათ უჭერთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. მაგრამ როცა დაინახავთ თქვენ, რომ აქ ხდება ეროვნული საქმე. თქვენ რო იყოთ ან ერთის ან მეორის ან მესამეს პარტია, რა მნიშვნელობა აქვს? თქვენ გამოვდგებით ამ მოძრაობას გვერდში. არავისთან არ აქვს ჩვენ ხიდებით ჩაჭრილი. არც რვიანთან მე ცხადია, მე ვიქნები 4-ში გამოგიდგებით. იქნებით მე ეჭიშამოპარებო თქვენც იქნებით. თქვენი მეუღლეც იქნება და შეიძლება შვილიც წამოიყვანოთ. მე ჩემი შვილიშვილებით მივდივარ იქ. მე იქ საჩხუბრად კი არ მივდივარ. მე იქ მივდივარ რომ ჩემი კონსტიტუციური უფლებები დავიცვა. და ამიტომ მე ვიქნები იქ აუცილებლად, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავემეორებ არ ვაპატიებ არც ერთ იმას პოლიციას რომ იქ მოგვექცენ ძალიან ჩვენ ცუდად და ისინი ვერც გაბედავენ მაგას. და ამიტომაც ჩვენ არავით არის ურთიერთობა ცუდი არ აქვს არც ლელოსთან, არც კახარიასთან, ნუ მათ თავისი გზა აირჩიეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ არჩევნების მერე ისინი მოვლენ და დადგებიან ამ აქციაზე, იმიტომ რომ მათი ინტერესებიც არის საქართველოს. მარტო ჩვენი ხوار ვართ მათი ეს ქვეყანა ნაცისტარი და ასევე ნუ 8 პარტია რო არის ერთად. ჩვენ ძალიან კაი ურთიერთობა გვაქვს ყველას ერთმანეთში. ამიტომ არავით არის პრობლემა ამაში არ არსებობს. ერთი კითხვაც მე პირადად გონია რომ ივანიშვილი ცოტა შიშარა კაცია. მაგრამ შესაძლოა მე ვცდები. საბოლოო ჯამში ახლა რა ვიცი იქნება სწორედაც რომ პირიქით გულადი კაცია. რას გაუგებ. უცნაური კაცი კი არის, მაგრამ მაინც. ერთი კითხვა მაქვს. აი სტუდიიდან გასულს თუ ის შიშარაა და დამფრთხალი რო იყოს და მაგალი ალბათობით ან გარკვეული ალბათობით თქვენ ტელეფონის ნომერი ექნება ან მოიძიებს ახლა საბოლოო ჯამში გადაურეკავს სუსის უფროს ვინც აღავს ახლა ახალი და გონიერი კაცი როა ბჭყალებში მდინარაძე და იმასგან გაიგებს ბურჭულაძის ნომერს. პატა შევხვდეთ რა. მე მესმის რომ თქვენ არ შეხვდებით.
არც პირველ ჯერზე, არც მეორე ჯერზე და არც ხალხის მანდატის, ან ხალხის ნებართვის გარეშე. მაგრამ გამორიცხავთ კი რომელიღაც ეტაპზე მისგან გარკვეული ნაბიჯების გადმოდგმას არა მხოლოდ პაატა ბურჭულაძის მიმართულებით, არამედ ზოგადად ამ მიმართულებით დავლაგდ და კობახიძეს გავანთავისუფლებ. იქ მდინარაძეს თუ პაპუაშვილსაც მივაყოლებ, ოღონდ რაღაცნაირად დავლაგდეთ რა ჩვენ ხო ქართველები ძალიან ისეთ შეკითხვა რა არიცით ახლა ძნელია ხა მე ხო შემთხვევა არამე არ შევხვდები რაღაც სიამოვნებით შევხვდებოდი მაგრამ რო ვიცი ვინ არის ვიცი რომ გადამგდებია ვიცი რომ ყველა გადააგდო ევროპა გადააგდო ის ნდობა არა აქვს აი რატომ არის ხალხი ჩვენ ანუ შეიძლება შეგხვდეთ მოგილაპარაკოთ ეს არის ადამიანი რომელიც ნდობა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში მასთან არავითარ ხო ხედავ თავისი ხალხი გაწირასო ყველა ერთი მეორეზე წირავს თავის ხალხს და რა შეხვედრაზეა საერთოდ ლაპარაკი აი ეს რო იყოს ცოტათი როგორ ვქნა როგორ ვთქვა კაცობა აი მე რომ მქონდეს ეს შეხვდებოდი რა თქმა უნდა 2000-ით არ არსებობს მაგრამ ნდობა არ არის ნდობა თუ არ არის რა აზრი აქვს ჩვენ შეხვედრას ვიცი რომ მოვა და მოგატყულებთ გადაგაგდოს ანუ შეიძლება დაგპირდით რაღაცას და უკვე გარკვეული რაღაც გადაგორების შემდეგ ალბათ სწორი სიტყვაა მე უკვე აუცილებლად გადაგაგდებ. ნუ მოდით მაგაზინ ხო ველაპარაკ. მე ვიგე პასუხი. 4 ოქტომბერზე მითხარით კიდე 3 წუთი დაახლოებით ველაპარაკეთ აი რა რიგითი მოქალაქე რომელიც გისმენთ აი ამ კამერაში მინდა დიახ აი მე მინდა უთხრა ჩვენს მეგობრებს რომ ბატონებო პირველ რიგში 4 ოქტომბერს დაკავშირებით დავიჯეროთ ყველამ რომ ჩვენ შეგვიძლია შეცვლა ამ ქვეყნის. იმიტომ რომ ეს არის რეალურზე რეალური ყველამ უნდა გავიჭიროთ და 4-ში ვიყოთ გარეთ. 4-ში 4 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე და ნახავთ თქვენ რომ 4-შივე ღამე საქართველოს შეიძლება უკეთესობისკენ. აი ესეთი როგორც თქვენ გინდათ. ნუ რავის ნუ დაუჯერებთ. ეხლა ეგ დაიწყება ზოგიერთები დაიწყებენ 4-ში დავიწყოთ და 7-ში 8-ში დავამთავრებთ. არა ბატონო 7-ში 8-ში არის გვიან. 4-ში ვიწყებთ, 4-შივე ვამთავრებთ. და 4-ში გაიმარჯვებს საქართველო. ისე რომ გელოდებით ყველას და ბრძოლა ბოლომდე. პაატა ბურჭულაძე იყო ჩემი სტუმარი, უღრმესი მადლობა პაატა. გამარჯვებას უსურვებ ჩვენ ქვეყანას პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა ჩვენ 4-მდეც და 4-ის შემდეგ მით უფრო ასაკვირველია, მით უფრო გამარჯვებული თუ იქნება ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით